ცდილად დაგიბრუნდეთ პირდაპირ ეთერში და რა თქმა უნდა სტუმრების დროც მოვიდა. კი, ნიკა მოგვიყვა სიახლეები კულტურის სფეროდან, რომელიც უცხო ეცახებოდა. მე მაქვს სიახლე საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ გუშინ 30 იანვარს ძალიან საინტერესო მოვლენა შედგა კუსტბაზე. სტუდია სილუეტისა და კომპანია მარიგოლდის ერთობლივი ფოტოსესია გაიმართა. ეს პირველი ერთობლივი პროექტია სხვათა შორის დიზაინის სახლის სილუეტის სულ რამდენიმე თვე რაც დაარსდა. სტუდიის ფოტოგრაფი ნიკა საბულოა დაბრუნდა საქართველოში და ემზადება გამოფენისთვის, რომლის სახელწოდებაც სიმბოლურია, ქვია დაბრუნება. კომპანია მარიგოლდი ქართული ბრენდია, მოგეხსენებათ, რომელიც წარდგენილი იყო ქართულ ბრენდზე და პრიზიც გადაეცა, ნდობა და რეპუტაცია გამოუშვა. პირველად საქართველოში საქორწინო კატალოგი და ასევე მეორე ალბომისთვის ემზადება. კომპანიამ მხარდაჭერა გამოთქვა ახალი სახეების მიმართ და ერთობლივ პროექტში მიიღო მონაწილეობა. ფოტოების ნახვა დამთვალიერებელს შეუძლია გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება ის ფოტოები, რომელიც შევა მარიგოლდის მეორე საქორწინო ალბომში. იმედის დილის სტუმრები სულ რამდენიმე წამში იქნებიან დიზაინის სახლის სილუეტის დამფუძნებელი და სამხატვრო დირექტორი თეა გუნთაიშვილი და კომპანია მარიგოლდის ხელმძღვანელი დირექტორი თამარ ნადირაძე. შეიძლება შემოგწანდით? მოგწანდით, მე გადავინახავთ აქეთ აი და პლანკზე. აქეთ პლანკზე თქვენ შეიძლება დაიგავთ. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. მადლობა. მე მინდა გითხრათ რომ მე ყოველთვის ვიღებ მონაწილეობას ყველა თქვენ ჩვენებაში ძალიან დიდი კომაგი ვარ ამ ასე ვთქვათ გუნდის, იმიტომ რომ მართლაც არაჩვეულებრივი კაბები აქვთ ძალიან ლამაზი და გემოვნებიანი. მოგვიყევით ამ ყველაფრის შესახებ. აი სანამ გამოფენაზე გადავალთ გუშინდელ ივენტზე რო ორი სიტყვით ვისაუბროთ გუშინდელ აღონისებაზე. გუშინდელი ფოტოსესია არის ერთობლივი დიზაინის სახლის სილუეტის მოხსენება რამდენიმე თვეა გავიხსენეთ და კომპანია მარიგოლდის ეს ფოტოები გამოიფინება გამოფენაზე და შემდეგ შევა კატალოგში. საკმაოდ საინტერესოა იმ მხრივ, რომ როდესაც იწყებს ახალი სახე შემოდის მithumetes საქართველოში, ძნელია ისეთ კომპანიასთან ერთად იმით დაუდგე გვერდი, მაგრამ ამისთვის მინდა ხალხთან თამარს კიდევ ერთხელ გადაუხადო მადლობა ჩემი სახელით, ჩვენი სტუდიის ფოტოგრაფის ნიკა საბულოას სახელით. ნიკამ ჩამოიტანა ძალიან დიდი არქივი საბერძნეთში მოღვაწეობდა, იქ შეისწავლა ფოტოგრაფია და დაბრუნდა. ყველაზე მთავარი ეს არის, მე ვფიქრობ. დაბრუნდა და უკვე აგრძელებს, ანუ სტუდია სილუეტში შეასწავლის კიდევაც და ეს გამოფენა და გუშინდელი ფოტოსესია სწორედ ამის დამადასტურებელი იყო, რომ საქართველოს ხედები გადაიღოს ნიკამ და ასევე ქართული ბრენდი. ანუ გუშინ იყო კუსტბაზე საქორწილო კაბის ახალი მოდელი გადავიღეთ და ეს არის ყველაზე მთავარი ქართულ ბრენდია, ქართულ მარიგოლდი და მე ვფიქრობ ალბათ თამრიკოს გალოტონი თამარის ეს ინოვაცია ყველა ბრენდისთვის, ანუ უნდა იყოს სამაგალითო. მხოლოდ საქართველოში არ არის მარიგოლდი პოპულარული, ვიცი რომ პარიზშიც ჰქონდათ მიწვევა და თქვენი კოლექცია წარადგინეთ და მე ხლა ხელთ მაქვს მარიგოლდის პირველი სავარაუდოდ და ყოველთვის ვიძახი ხოლმე რომ მიღწეულით არასოდეს არ გმაყოფილდები და ვიმედოვნებ რომ აწი მომავალში უფრო უკეთეს გავაკეთებთ, უკეთეს შევქმნით. რაც შეეხება ძალიან ამაყი ვარ იმით რომ ჩემი კაბები არის პარიზში, ასევე ლონდონში, ასევე ლენინგრადში, მოსკოვში, საბერძნეთში და მომხმარებელი ძალიან ფართოა და უკვე ინტერნეტით ვღებულობ შეკვეთებს და მე ძალიან ამაყი ვარ ამით. მიხარია და ყოველთვის ესე სლოგანივით ამ ბოლოს საჩუქრად როდესაც ვათვლებ, მინდა ვთქვა რომ ეს კატალოგი მხოლოდ სასაჩუქრია, არ იყიდება. ჩემი თავი მიგონა და გამიხარდა. კი, იმიტომ რომ ნუკი ყოველთვის გვამშვენებს ხოლმე ჩვენებებზეც და მიხარია ის რომ ქართულია და ესეთ სლოგანი მაქვს რომ მე ამაყება რომ ქართველი ვარ და ეს მარიგოლდის ქართული ბრენდია და მე მინდა ვთქვა რომ იცით რა მომხმარებლის თვალსაზრისითაც რომ აი ქართველები არავიზე ნაკლები არა ვართ, საკმაოდ ნიჭიერიერი ვართ და ამიტომ სასურველია რომ საქართველოში ვისწავლოთ ერთმანეთის დაფასება. ცით პატივი კი არ ნუ კი რა თქმა უნდა ეხა შეიძლება ვინმე შემომედაოს რომ აი ეს დიდი ბრენდი რა თქმა უნდა სააბია ჩემთვის საქორწილო სამოში სააბი ჩემთვის პირველია, მაგრამ ჩვენც ბევრს ვცდილობ და არანაკლებ ნიჭერები. ისეთი გასაქანი რომ გქონდეს, ამდენი მხარდაჭერა რომ გქონდეს და ალბათ ყველაფერი ის გარემო, მე ასე მგონია რომ ქართველები გაცილებით შეიძლება უკეთეს შევქმნით.
როდის უნდა შედგეს გამოფენა თუ არის კონკრეტული თარიღი ცნობილი ფოტოებისა რომლის გადაღებაც გუშინ მოხდა და ქალბატონ თამარ მეორე კითხვასაც დავსვამ როდის მოხდება მარიგოლდის მეორე ალბომის შექმნა იცით სადღაც ფიქრობთ რომ აი გამოფენასთან დაკავშირებით რაღაც გაზაფხულის თემატიკა აქვს ჩაფიქრებული გუშინ ძალიან საინტერესო იყო და ალბათ ვიდეო კადრებს მიაწოდებენ მაყურებლებს სადაც საკმაოდ ხინვა იყო გუშინ უცნობი სახეებიც უცნობი ახალი სახეები ეს არის დავადასტურე მე კიდევაც მარიგოლდის აი პირდაპირ მოთხოვნა რომ ახალი სახეები გამოვიდეს და ამოიწეს ანუ აქ არის მოდელებზე საუბარი რა თქმა უნდა ახალი სახე ვართ ჩვენ სილუეტი 2 თვის გახსნილი ვართ უკვე და ეს მე ვფიქრობ რომ ძალიან კარდამჭერა თვითონ მე მომხმარებელი განარჩევს რომ ვინ ჯობია და ის შეიძლება იყოს აქცენტი მაგრამ ეს ახალი სახეები თუ კი სადმე არ იქნა დანახული არ იქნა დაბეჭდილი ისინი ყოველთვის დარჩებიან ჭრილში მე ესე ვფიქრობ თუმცა მე მინდა მაყურებელს უთხრა რომ აი მე ვისაც კი ვიცნობ საერთოდ ცნობად ადამიანს ვინც არის გათხოვილი უმეტესობა კი არა და მე ვისაც ვიცნობ სულ ყველა იცნობდა სწორედ თქვენს საქორწილო კავშირს ნამდვილად მადლობელი ვარ და გუშინაც მაია ლომინეიშვილმა დაამირეკა ის ჩვენი ყოფილი დედოფალი იყო რაღაც თხოვანათი სავზე და მითხრა რომ ასოცირება ვაწირო იტყვიან ქორწილი ასოცირებულია მარიგოლთან და ძალიან მიხარია იმიტომ რომ ეს ქართველების არის ჩვენია და ჩვენ უნდა ამით ვიამაყოთ და მე სულით ბოლომდე ვიხარჯები ყოველთვის ვიცახი რომ ეს არ არის ჩემთვის ჯერ კიდევ ბიზნესი ვერ გახდა ბოლომდე არის ხელოვნება ჩემი სუნთქვა სიცოცხლე და ეს ყველაფერია აი მე მაგალითად ვარ გაუთხოვარი და რა თქმა უნდა ისევე როგორც უამრავ ჩვენს ტელემაყურებელს ვისაც გასათხოვარი უბრალოდ აუცილებლად გავთხოვდები ოდესმე მაინტერესებს აი როგორი არის ახლა მოდაში კაბები ყოველთვის ყველა წარმოვიდგენთ როგორი იქნება ჩვენი ქორწილი და აი ახლა როგორი ტენდენციაა იცით რა ნუ კი რამიდა გითხრათ რომ მეტნაკლებად ყოველთვის ყველაფერია მოდაშიო მაგრამ მეტნაკლებად განიცდის აი გახსოვთ ადრე პრინცესას სახელოებით რაღაც ხალხი ნუ ახლა განიცდის ცვალებადობას არის ხოლმე ეტაპები აი წინა პერიოდში იყო ძალიან რუსალკის ფორმის კაბები და ყველა იყო გადასული აი ახლა წამოვიდა ტენდენცია ძალიან გაშლილი კაბების ეს პირველი ალბათ აი ეს სეზონი გახსნა კოკაია ჩვენი სახელოვანი რომელიც იაპონიაშია და თამუნამ გახსნა ეს სეზონი და უკვე ძალიან გაშლილი ესეთი ყველაზე დიდი ანუ აი ესეთი ძალიან გაშლილი იყო და ულამაზესი დედოფალი იყო და აი ახლა ისევ წამოვიდა და მე რა მინდა იცი თქვა ჩვენ გვაქვს აი სულ მინდა ხოლმე და ამას საშუალებას არ იძლეოდა დღევანდელი დღე და ალბათ როდისმე იქნება რომ აი წარმოვადგინოთ 21 საუკუნე სადაც დახეული შაღლებითაც გვაქვს ჩვენ ესეთი მოდელი დაცვია არის აკადემიური თქვა აკადემიური დედოფალი ის რუსალკის ფორმა გაშლილიც და ქართული შტრიხებით შეტანილი გათანამედროვებული ქართული სახე ანუ ყველა ირჩევთ ისეთი უცნაური თაობა მოდის რომ აი გამოდიან ისეთ იმ დაკანონებული ჩარჩოებიდან რომ აი რაღაც ახალი მინდა ისეთი რაც არავის არ წმია და ჩვენი ბრენდი ამითაც არის გამორჩეული რომ თავაზობდა ძალიან მიხარია რომ რაღაცა შტამპს არ გამამეორებინებენ ხოლმე და რაღაც ახალს ვაკეთებთ ითვალისწინებთ როდესაც მოდის პატარძალი მას შეუძლია შეუკვეთოს რაც უნდა ოღონდ ერთადერთი იმ დეტალებით რომ რაც უნდა ყველაფერი რომ თან უხდებოდეს ეს დამკვეთები ხომ არ წუნდავენ თქვენს შემოქმედებით მიდგომას და არის რომ უნდა მოარგოთ ზუსტად ისეთი უნდა შექმნათ სამოსი დიახ რა თქმა უნდა არის ხოლმე ესეთი რომ ესეთი მინდა და არ ითვალისწინებენ რამდენად უხდებათ მაგრამ აქ ჭირდება ხოლმე იცით მე სულ ვიძახი და ვეუბნებით მე მირჩევნია დავკარგო ესეთი მომხმარებელი თუ კი მას ვერ ავუხსნი რომ რა უხდება კი უნდა მაგრამ საქორწილოს ახასიათებს ერთი რამ რომ გინდა უნდა გიხდებოდეს მოწონებასა და მოხდენას შორის საქორწილოში არის ძალიან დიდი ზღვარი ეს არ არის ყოველდღიური ჩაცმულობა და ამიტომ ზღვარი დიდია და აი ყოველთვის ჯობია რომ ის ჩავიცვათ რაც გიხდება სურვილით გავითვალისწინოთ ოცნებად და ერთმანეთს მოვარგოთ და ვცდილობთ ხოლმე ეს საკმაოდ ყოფილა რომ 2 საათი 3 საათი დაგვიწმია ერთი მომხმარებლისთვის და ბოლოს და ბოლოს ჩაგვიწმევია დაახლოებით 15-20 კაბა და მიგვიყვანია იცით ევანდელი თაობა ცოტა თამამია და აი ეს ზერელეთ რაღაცით ვერ დაითანხმება ამიტომ ყოველთვის ვეუბნები კატალოგს თქვათ ალბომს ყველაფერს ჯობია მოდი სარკე და თქვენი სახე მოდი დავიწყოთ მსჯელობა და თითოეული შტრიხი შევათანხმოთ და მე რაღაც მოდით ახლა დავიწყოთ ჩვენი თუ შეიძლება შემოგწანდით ქალბატონ თამარ ჩვეულებრივ საქორწინო კაბა ასოცირდება თეთრ ფერთან დიახ
თუმცა თქვენ თუმცა მე შემიძლია გითხრა სოსო რომ აი ეს ფერი ელექტრიკი არის ახლა ყველაზე გაიწევრი ამ სეზონში და ასევე ჩანს რომ არის ქართული შტრიხები გამოყენებული პირველ კაბაში მოგვიყევთ თქვენ თავად ყოველივე კაბაში იცით რა არის ეხლა რაც კაბებია წარმოდგენილი ეს ყველაზე არატრადიციული კაბებია უფრო აი მე აღნიშნე რომ ჩვენი კომპანია გამოირჩევა ექსკლუზიური მოდელებით და ძალიან ბედნიერები ვართ იმით როდესაც თქვით რაღაცას ერთს და არც ვიმეორებთ ცდილობთ არც გავიმეორებთ და შეუძლებელია ერთ და იგივეს გამეორება ეს ნაკარგები ხელით არის ყველაფერის არის აქ არის მარგალიტები არის სვაროვსკები არის მძივი და არის მაქმანები ძალიან ესეთი ხარისხიანი მაქმანები გამოყენებული ანუ ფაქტობრივად ხელნაკეთია კი და დიზაინიც ესეთი ერთია და მე მინდა ექსკლუზივია და კიდევ ერთხელ სულ ყოველთვის ვიძახი რომ ჩვენთან არის გუნდური მეთოდი ეს არის კომპანია მარიგოლდი და მე არ მინდა ყველას მადლობას ვუხდი ხოლმე ჩემ გოგონებს იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთნი აი თეატრ ჩვენი პიარია და ჩვენ ყოველთვის ერთ რამეს ვიძახი რომ ჩემ კოლექტივში ახალ წევს ვიღებ ვეუბნებ რომ ეს არ არის სამსახური ეს უნდა იყოს ერთი ოჯახი და ისე უნდა გააკეთო შექმნა და იმუშაო თითოეულ კაბასთან რომ ეს არის ერთადერთი და შენია შენი საკუთარია ან ჩათვალე რომ ამა შენი შვილის მე ვარ საოცარი პატრიოტი და მაინტერესებს აი რამდენად მოთხოვნადია საერთოდ ასეთი ქართული მოთხოვნადი უკვე არის იცით რა არის ეხლა საკმაოდ არის ადრე თუ კი იყო ჩოხასთან ყოველთვის კლასიკურ კაბას თავაზობთ თუმცა მინდა ვთქვა რომ ჩოხას თითქმის ყველა მოდელი უხდება და უხდება თუ კი ხმაწულს უხდება ქალიშვილს თავარია უხდებოდა საქორწილო კაბა მაგრამ აი ამ ბოლო დროს არის მოთხოვნადი ხა დღევანდელი ქართულ მოტივებზე შექმნილი ცოტა თამამია ფერთა შენატანიც არის მაგრამ ისე გვაქვს ისეთი ქართული ელემენტებით გამონათარგში აი ეს ქართული ელემენტის გამოყენებული და საკმაოდ არის შემოდიან ამ ბოლოს და იძახე რომ აი ჩოხას იცმევს და მინდა რომ რაღაც ქართული მეცვას და მე მგონი ნებისმიერ ქართულ ალბათოს მოუხდება დიდი საგვაქვს ამის იმიტომ რომ არის კომპანია რომელიც ამბობს მაგრამ ჩვენც მე ჩვენთან არის ესეთი სლოგანი გვაქვს რომ კომპანია მარიგოლდი ეს არის ის კომპანია სადაც თქვენ ყველა სურვილს და კაპრის შეგისრულებთ ყველა זה კაპრიზებდება ნიკი მოგვიგება თუ მუშაობს კომპანია მარიგოლდი მამაკაცის საქორწინო ჩაცმულობაზე ან თუ გეგმავთ მომავალში ჯერჯერობით არ გეგმავთ მადლობას მოგახსენებთ ამ კითხვისთვის იმიტომ რომ თეას თავის პროექტში გეგმავს ხოლმე ამ პროექტებს და გვაქვს მამაკაცის ხაზი არა მაგრამ მოთხოვნა რახან არის როდესაც დედოფალი მოდის სრული აქვს მის დას დედას დედამთილს ხშირად ჩვენთან ეს არის ძალიან მალე და უკვე გადავწყვეტეთ რომ გაჩაუშვათ ხაზი ეს არის პრეტაპორტე ჩვენ გვაქვს ძალიან მალე დაბადების დღე ანუ კომპანიას აქვს დაბადების დღე ნუ ამ ჯერად მიხოთ კომპანიის სახელით ვიძახი და გვექნება ჩვენება ჩვენ დაბადების დღეს აღნიშნავთ კომპანიის 5 წლის ხდებით და ასევე ჩვენება პრეტაპორტის ხაზი მოთხოვნადი გახდა კიდან გამომდინარე აი ჩვენი მომხმარებლები აი ჩვენი პატარძლების ოჯახის წევრებისგან ყველას უნდა ანუ თუ პატარძალი იცმევს მის დას დედას ჩვენთან უნდა ჩათმო და ამიტომ მოთხოვნადი გახდა და გადავწყვეტეთ მამაკაცის ხაზს ცოტა კიდე გავიზრდებით იმიტომ რომ არც ისე დიდი ხანი არ არის ის რო გავზარდებით ალბათ უფრო ბაზარზე ჩვენ კიდევ გეგმავთ რაღაც ერთ დამატებით მას კიდევ მაღაზიას უფრო იქნება სალონური სახე ექნება ამას ეს არ იქნება ჩვეულებრივი მაღაზია ეს იქნება თით რა მინდა ეს მინდა იმ ქალბატონებისთვის რომლებიც მოვლენ და თუნდაც იმათი მშობლები დასხდნენ შეუკვეთონ იქნება მხოლოდ შეკვეთაზე და ეს იყო სასიამოვნო სახლი სადაც ის განიმუხტება და დაივიწყებს ყველანაირ პრობლემას იცით რა მაინტერესებს უცბად რომ გითხრათ ახლა შემოვიდა დასავლური სტილი ქორწინების და ხშირად არიან მეჯვარეები შემოსილები ერთნაირად თუ არის თქვენთან ანუ მეჯვარის სამოსიც ასე კი რა თქმა უნდა არის და რამოდენიმე ერთი ფერის მაგრამ სხვადასხვა მოდელით ვთქვათ ხოლმე ესე შევთავაზო ძალიან საინტერესოა მე მგონი და ახლა უამრავი პატარძალი რომელიც ელოდება და ფიქრობს სად უნდა მივიდეს რა თქმა უნდა მოხვიდეთ მარიგოლში ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს დიზაინის სახლის სილუეტის დამფუძნებელი და სამხატვრო დირექტორი თეა გუნთაიშვილი და კომპანია მარიგოლდის ხელმძღვანელი თამარ ნადირაძე იყვნენ იმედის სტილისტუმრები ამასობაში 10 საათია და ლევან ჩხაიძე ბოლოდება